აქცია არ დარღვეულა 42 დღეა თბილისის პარალელურად ბათუმში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ეს ადამიანები ბუნებრივია აპროტესტებენ რუსულ რეჟიმს და მათი მთავარი მოთხოვნები უცვლელია. ისინი მოთხოვენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშნვას. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წლის დღეებია, ერთი საღამოც არ ყოფილა ისეთი, რომ საპროტესტო აქცია არ გამართულიყო. ამ წუთებში ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები აწყობენ მსვლელობას. ისინი დადიან ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში და მოუწოდებენ ბათუმელებს, რომ გამოვიდნენ და შეუერთდნენ საპროტესტო აქციას. თუმცა გეტყვით, რომ ბათუმელებს ამის ხმა არ ჭირდება, რადგან აქციაზე უამრავი ადამიანი მოდის. მე ხა შევეცდები პირდაპირ ეთერში გავესაუბრო აქციის მონაწილეებს. ქაბატონო ნაზი, საპროტესტო აქციაზე ხედავ ყოველ დღე მოსვლას. თავარი მოთხოვნა თქვენი? 42 დღეა ხალხი არ იღლება, იმიტომ რომ ჩვენი ხელისუფლება აცდა რეალობას, აცდა საკონსტიტუციო გზას, ევროპის გზას. ჩვენი მოთხოვნაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ევროპული მომავალს ითხოვს ჩვენი ახალგაზრდა თაობა. ჩვენ არ გვინდა ასეთი რეალობას აცდენილი ხელისუფლება, სიყალბით მოსული თვითმარქვია ხელისუფლება, ასე რომ ჩვენ არ დავიღლებით, გავიმარჯვებთ, აუცილებლად დავადგებით ევროპის გზას. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ შევეცდები, რომ აქციის მონაწილეებს გავესაუბრო, ოპერატორს ვთხოვ, წამომყვეს ახალგაზრდები არიან, წინ მსვლელობის წინ სტუდენტები, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ლარას ხედავ, ლარა, რომ მითხრა თავარი მოთხოვნა და შენი საპროტესტო აქციებზე მოსვლის მიზეზი. თავარი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები და იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომლებიც ახლა დატყვევებულები არიან ივანიშვილის თანხლებით. ჩვენი мотиваცია რეალურად ის, რომ ახალი არჩევნები ჩაინიშნოს, უფრო და უფრო იზრდება და ეს სახელმწიფო არ დადაგების მერე უფრო და მეტი ადამიანი გამოვა გარეთ. არ ვერდებით და ბოლომდე მივიყვეთ მიზანს, გავიმარჯვებთ სახელოვნად. ძალიან დიდი მადლობა. გიორგის ხედავ კიდე აქ ერთ-ერთ სტუდენტს, აქტიურ სტუდენტს, რომელიც ყოველდღიურად არის აქციაზე. გიო, რომ მითხრა მთავარი მოთხოვნები და შენი მთავარი საქმე? დიახ, მთავარი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მეორე სამართლიანი არჩევნები ამ ქვეყანაში, ხალხის არჩევნები, რომელიც ეღუნდის ქართველ ხალხს და ეს ხალხი, რომელსაც დღეს ხედავთ ეთერის გამოლობაში, ხედავთ რუსთაველის დამზირზე, ეს ხალხი არ დაიღლება, არ დანებდება და აუცილებლად გაიმარჯვებენ და ამ ქვეყანაში დასრულდება რუსული დიქტატურა და რეჟიმი აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა. დაპატიმრებული ზვია ცეცხლადის მშობლებს ხედავ აქ, რომლებიც აქციას უერთდებიან. მე შევეცდები, რომ პირდაპირ ეთერში გავესაუბრო, მოგესალმებით, რომ მითხრათ აქციაზე თქვენი მოსვლის მიზეზი ზვიათზე რა სიტყვით, როდის ჰქონდათ ბოლო კომუნიკაცია და რა შედეგს გამოიღებს აი ეს პროტესტი? ჩვენი აქციაზე მოსვლის მიზეზიც და მიზანიც არის დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა, რომ ქვეყანა ფაქტობრივად არის რუსული რეჟიმის ტყვეობაში და ქვეყანა ევროპის გზას აცდენილია, მიდის რუსეთისკენ. შესაბამისად, ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, სადაც არ უნდა ვიყოთ, თბილისში, ბათუმში, გდანის ციხესთან, პროკურატურასთან, ყველგან პროტესტის უმაღლესი მუხტი გვექნება. ვითხოვთ აუცილებლად პირველ რიგში პოლიტიკური რეჟიმის ტყვეების, პატიმრების განთავისუფლებას, შემდგომი ეს იქნება ახალი არჩევნები და მიზანიც იქნება მიღწეული ახალი არჩევნებით მივიღებთ ლეგიტიმურ ხელისუფლებას, როგორც პარლამენტს, ისე მთავრობას, შესაბამისად ლეგიტიმური ხელისუფლების სულაც იქნება ევროპისაკენ და მთავარი მიზანი შესრულებული იქნება ჩვენი ქვეყნის შესვლა ევროკავშირში. ძალიან დიდი მადლობა, მალე გისურვებთ ზვიად ცეცხლადის გათავისუფლებას. აი ასეთი იყო აქციის მონაწილეების მოსაზრებები და მათი კომენტარები, როგორც გითხარით, ამ წუთებში ბათუმის მთავარ ქუჩაზე, გორგილაძის ქუჩაზე იმყოფებიან აქციის მონაწილეები და ისინი მსვლელობას მართავენ ზღვისპირა ქალაქის ქუჩებში. მე ახლა ვთხოვ ოპერატორს რამდენიმე წამიანი კადრი გაჩვენოთ, თუ როგორ მიმდინარეობს მსვლელობა.